მე გადავდგები ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტიდან. სტარმერმა უღალატა ყველაფერს, რასაც ტრადიციული მემარცხენეობა და მუშათა კლასის ინტერესები ჰქვია. ეს არის პოლიტიკური აღსასრულის უცნაური და სპეციფიკური ფორმა. მან ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტი მოიპოვა დაპირებებით, რომლებიც გამარჯვებიდან სულ რაღაც 5 წამში სანაგვეზე მოისროლა. მან ლეიბორისტული პარტია აქცია კონსერვატორების ასლად, კაპიტალის, ქამრების შემოჭერის და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მსახურად. რა არის ენდი ბერნემის რეალური პოლიტიკური სახე? ჩრდილოეთის მეფემ მოიგო მეიქერფილდის შუალედური არჩევნები და ახლა გზა სრულად აქვს გახსნილი, რათა კիր სტარმერი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩაანაცვლოს. ისრაელის მორიგმა იერიშმა ალბურეიჯის ლტოლულთა ბანაკში 25 წლის ოპერატორი აჰმედ ვიშა იმსხვერპლა. ისრაელის ავიაიერიშები ღაზის სექტორში კვლავ გრძელდება და კიდევ უფრო მეტ ოჯახს ანადგურებს. მრავალი პალესტინელისთვის მთელი სექტორის მასშტაბით მთავარ კითხვად რჩება, რატომ იხოცება ამდენი მთლიანი ოჯახი ცეცხლის შეწყვეტის ჩარჩო შეთანხმების მიუხედავად. კოლუმბიელი აქტივისტები, მათ შორის ცნობილი ექიმი მანუელ როზენტალი აღნიშნავენ, რომ ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებას განიცდის. საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვადასხვა წერტილში პოლიციასთან შეტაკებებში, წრემსადენი გაზის გამოყენებასა და ცეცხლმოკიდებულ ბარიკადებში გადაიზარდა. გამარჯობა, ეს არის ყოველკვირეული მიმოხილვა რა ხდება მსოფლიოში. როგორც წინა ეპიზოდებში, დღესაც იმპერიების ბარბაროსობასა და ჩაგრული ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის შესახებ მოგიყვებით. იმაზე, რასაც მეინსტრიმ მედიაში იშვიათად ნახავთ. თუმცა იმისთვის, რათა ჩვენი ხმა მომავალში ცისმოდეს, ერთადერთი გზა თქვენი აქტიურობა. გთხოვთ გახდით ჩვენი მხარდამჭერი ყოველთვიური დონაციით და გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები. დონაციის ბმულს კომენტარების ოლში ნახავთ. ბრიტანეთში პოლიტიკური მიწისძვრა პრემიერ-მინისტრი კիր სტარმერი თანამდებობიდან გადადგა. კითხვა, რომელსაც ჩემი პარტია ახლა სვამს, არის ის, ვარ თუ არა მე საუკეთესო პოზიციაში იმისთვის, რომ გაგიძღვეთ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე. მე მოვისმინე ჩემი საპარლამენტო ფრაქციის პასუხი ამ კითხვაზე და ამ პასუხს ღირსეულად ვეგუები. ყოველი გადაწყვეტილება, რომელიც მიმიღია, ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს. პირველ ადგილზე დამეყენებინა ქვეყანა, რომელიც მიყვარს. სწორედ ამიტომ მე გადავდგები ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტიდან. ამ დილით უკვე ვესაუბრე მის უდიდებულესობა მეფეს, რათა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მეცნობინა. 2024 წელს, როცა მან კონსერვატორების 14 წლიანი მმართველობა დაასრულა, ლიბერალური მედია გვიმტკიცებდა, რომ გონიერებამ და ცენტრიზმმა გაიმარჯვა. თუმცა სულ რაღაც 2 წელზე ნაკლებ დროში სტარმერი საკუთარმა პარტიამაც კი მოიცილა. სტარმერმა უღალატა ყველაფერს, რასაც ტრადიციული მემარცხენეობა და მუშათა კლასის ინტერესები ჰქვია. თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში მან ამაყად განაცხადა, რომ ლეიბორისტული პარტიიდან ანტისემიტიზმის შხამი ამოძირკვა და პარტია ეროვნულ დროშას დაუბრუნდა. 6 წლის წინ მე მემკვიდრეობით მივიღე ლეიბორისტული პარტია, რომელიც პოლიტიკურად, ფინანსურად და მორალურად გაკოტრებული იყო. გამუდმებით მიმეორებდნენ, რომ ჩვენი პარტია დასრულდა, რომ ის ისტორიას ჩაბარდა. მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს ხალხი ცდებოდა. იმიტომ რომ ჩვენ შევცვალეთ ჩვენი პარტია. ძირფესვიანად ამოვშანთეთ ანტისემიტიზმის შხამი. აღვადგინეთ ნდობა ეკონომიკის, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენ გავხდით პარტია, რომელიც კიდევ ერთხელ ამაყად დადგა ჩვენი ეროვნული დროშის გვერდით და არ ამის წინააღმდეგ. მაგრამ სინამდვილეში ანტისემიტიზმთან ბრძოლის ნიღბით სტარმერმა პარტიიდან მოიცილა ანტიიმპერიალისტი პოლიტიკოსები, მათ შორის ყოფილი ლიდერი ჯერემი კორბინი. მან ლეიბორისტული პარტია აქცია კონსერვატორების ასლად, კაპიტალის, ქამრების შემოჭერის და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მსახურად. ბრიტანელი ხალხი ცხოვრების გაძვირებასა და სოციალურ კრიზისს ებრძვის. სტარმერის მთავრობა კი ამ დროს მილიონებს ხარჯავდა ისრაელის რეჟიმის იარაღით მომარაგებაში, რომელიც ღაზაში გენოციდს აწყობს. სწორედ ამ თვალთმაქცევამ, ქამრების შემოჭერის პოლიტიკამ და პალესტინის სოლიდარობის აქციების სასტიკმა დარბევამ დაუსვა წერტილი მის კარიერას. 2014 წელი. საერთაშორისო იურისტების ჯგუფი ჰააგაშია შეკრებილი. ისინი ემზადებიან იმის დასამტკიცებლად, თუ რატომ წარმოადგენდა სერბეთის მიერ ხორვატიის დამოუკიდებლობის ომის დროს ჩადენილი ვუკოვარის შლედა გენოციდის აქტს. იურისტთა ამ ჯგუფს სათავეში ედგა 3 ბრიტანელი უფლებადამცველი ადვოკატი, რომელთაგანაც ერთ-ერთი თავიდან სულაც არ ყოფილა პირველი არჩევანი. თუმცა, როდესაც საერთაშორისო სისხლის სამართლის ექსპერტის ჩართვა გახდა საჭირო, ჯგუფმა მიმართა ერთ კაცს, კիր სტარმერს, უფლებადამცველ იურისტს, რომელსაც ახალი დასრულებული
მიღებული ქონდა დიდი ბრიტანეთის საჯარო პროკურატურის დირექტორის 5-წლიანი ვადა და რაღაც ახალს ეძებდა. ეს აღმოჩნდა გარდამტეხი მომენტი კაცისთვის, რომელიც სულ მალე პოლიტიკის სამყაროში აპირებდა შესვლას. სტარმერი მომდევნო წელსვე პარლამენტის წევრად აირჩიეს. გვირების განმავლობაში მიმდინარე სასამართლო მოსმენები 2014 წლის მარტში დასრულდა, როდესაც გაეროს საერთაშორისო სასამართლომ საბოლოოდ უარყო, როგორც ხორვატიის, ისე სერბეთის ბრალდებები გენოციდთან დაკავშირებით. ირი გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნდა და პოლიტიკური კარიერის ზიება დაიწყო. თითქმის 1 დეკადის შემდეგ ჰააგის სასამართლო კიდევ ერთ გენოციდს იძიებს, ამჯერად პალესტინელების წინააღმდეგ ღაზაში, რომელსაც ისრაელის სახელმწიფო ახორციელებს. გენოციდის მკვლევარები, უფლებადამცველი იურისტები და ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანები ყველა ერთხმად თანხმდება, ეს არის გენოციდი. თუმცა მსოფლიოს ერთ-ერთმა ლიდერმა უარყო ეს ფაქტი. მოახდინა მის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის კრიმინალიზაცია და მთელი ამ დროის განმავლობაში აგრძელებდა ისრაელის მხარდაჭერას. ამ კაცმა ახლახან დატოვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი. მისი სახელია კირ სტარმერი. მაგრამ კირ სტარმერის უსახური ფიგურა და მისი გადადგომა მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. ნამდვილი დრამა ბრიტანეთის სასამართლოებში თამაშდება. სანამ მედია პრემიერების როტაციის გაშუქებითაა დაკავებული, დიდ ბრიტანეთში ანტიომის მოძრაობის წინააღმდეგ უპრეცედენტო ფაშისტური მეთოდებით რეპრესიები დაიწყო. საქმე ეხება 4 ახალგაზრდა აქტივისტს, რომლებსაც დღეს მსოფლიო ელბით ფორის სახელით იცნობს. 30 წლის საბავშვო ბაღის მასწავლებელი ლეონა კამეუ, 23 წლის სამუელ კორნერი, 21 წლის სტუდენტი ფატიმა რაჯუანი და 30 წლის ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დამცველი შარლოტ ჰედი. ეს პროგრესული სოციალურად აქტიური მოქალაქეები ბრიტანულმა მართლმსაჯულობამ ტერორისტებად გამოაცხადა და რასედაობა ბრიტანეთის სასამართლო ამ ადამიანებს. 2024 წელს მათ გააპროტესტეს კომპანია ელბიტ სისტემის მოღვაწეობა. მათთვის, ვინც არ იცის, ელბიტი არის ისრაელის უმსხვილესი სამხედრო კონცერნი, რომელიც აწარმოებს დრონებსა და იარაღს, რითაც ღაზაში ყოველდღიურად ბავშვებსა და მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ. ამ ახალგაზრდებმა, რომელთა სინდისმაც ვერ აიტანა მათი ქვეყნის გენოციდში თანამონაწილეობა, შეაღწიეს ქარხანაში და სიმბოლურად დააზიანეს ქონება, რათა სიკვდილის მანქანა შეეჩერებინათ. ახლა კი მოდით მკაფიოდ განმარტოთ, თუ რა შეადანაშაულებენ ამ ადამიანებს და რის გამო სხედან ისინი ციხეში. მათგან ნახევარს ბრალადედება მონაწილეობა ოპერაციაში, რომელიც განხორციელდა კომპანია ელბიტ სისტემსის კვლევისა და განვითარების ცენტრში, ბრისტოლში. ელბიტი ისრაელის უმსხვილესი იარაღის მწარმოებელი კონცერნია. სწორედ ელბიტი აწარმოებს იმ იარაღს, რომლითაც პალესტინელ ბავშვებს ხოცავენ. ეს კომპანია ასევე კოლოსალურ მოგებას შეულობს თავისი შეარაღების სისტემების მსოფლიო ბაზარზე გაყიდვით. რეკლამირებისას კი ხაზს უსვამს, რომ ეს იარაღი ბრძოლაშია გამოცდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უკვე გამოიყენეს მშვიდობიანი პალესტინელი მოქალაქეების წინააღმდეგ ღაზის სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე. როგორც ამბობენ ხოლმე, ნორმალურ სამართლეური სახელმწიფოში მსგავსი პროტესტი კვალიფიცირდება როგორც ქონების დაზიანება და ისჩება ჯარიმით ან მაქსიმუმ პირობითი მსჯავრით. მაგრამ აქ მოხდა ის, რამაც ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი და გაეროს ყოფილი მოსამართლე ჯეფრი რობერტსონიც კი შოკში ჩააგდო. მოსამართლემ ადვოკატებისა და ნაფიცი მსაჯულებისგან მალულად საქმეს ტერორიზმის მუხლი დაუმატა. შედეგად ამ ახალგაზრდებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. უფრო მეტიც, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისინი 15 წლის განმავლობაში იქნებიან ტერორისტების მკაცრი მეთვალყურებობის სისტემაში. ეს არის პირველი შემთხვევა ბრიტანეთის ისტორიაში, როცა ადამიანებს ტერორიზმის მუხლი მიუსაჯეს ისე, რომ მათთვის ტერორიზმში ბრალი ოფიციალურად არც კი დაუდიათ. როგორც მოძრაობა Palestine Action-ის თანადამფუძნებელი ჰუდა ამარი ამბობს, ეს არის სატესტო შემთხვევა, მანიპულირებული სასამართლო პროცესი, რომლის მიზანია შიშის დათესვა. მართლა კლასს სურს აჩვენოს, რომ ნებისმიერი, ვინც ხმას აიმაღლებს იმპერიალისტური ომის წინააღმდეგ, ტერორისტად იქნება შერაცხული. როცა კირ სტარმერი ამბობდა, რომ პარტია ეროვნულ დროშას დაუბრუნა, ის რეალურად გულისხმობდა, რომ ლეიბორისტები დაუბრუნდნენ იმპერიალისტური სამხედრო მანქანის სამსახურს. დასავლური ლიბერალური დემოკრატია დღეს გავს თეატრს, სადაც სცენაზე დეკორაციები იცვლება. ხან სუნაკი, ხან სტარმერი, ხანაც ბერნამი, მაგრამ სპექტაკლის შინაარსი იგივე რჩება. როცა საქმე ეხება მილიარდობით დოლარის იარაღის ბიზნესს, როცა საქმე ეხება კოლონიურ და იმპერიალისტურ ინტერესებს ახლო აღმოსავლეთში. დასავლური სახელმწიფოები მყისიერად იხსნიან ადამიანის უფლებების ნიღაბს. ბრიტანეთის ისტორია პროტესტზე დგას, ქალთა საარჩევნო უფლებებიდან დაწყებული მუშათა მოძრაობებით დასრულებული. მაგრამ დღეს კაპიტალისტური სახელმწიფო იმდენად შეშინებულია საკუთარი არალეგიტიმურობით, რომ საბავშვო ბაღის მასწავლებელს და სტუდენტებს ტერორისტებად აცხადებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გენოციდის ქარხანას მუშაობა რამდენიმე საათით შეუფერხეს.
დაუბრუნდათ ისევ სტარმერს და იმ მიზეზებს, რომლებმაც აწუყვე ყოფილი პრემიერის კრახი გამოიწვია. ყველაფერი დაიწყო იმ საჯარო ორპირობით, რომლითაც მან ოპოზიციის ლიდერის სკამი დაიკავა. 2020 წელს ენდრიუ ნილთან ინტერვიუში მან საჯაროდ დადო 10 პირობა, მათ შორის წყლის, ენერგეტიკის, რკინიგზისა და სამეფო ფოსტის ნაციონალიზაციის შესახებ და კორბინს მეგობარი უწოდა. მაგრამ როგორც კი ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, დაპირებების ანაგვეზე მოისროლა. კორბინი პარტიიდან გარიცხა და ისლინგტონ ნორთის ოლქში კენჭისყრას კი აუგზალა. ამ ნაბიჯებმა ასობით 1000 ერთგული ამომრჩეველი განაცვიფრა. უბრალოდ მინდა შეგახსენოთ თქვენი საარჩევნო მანიფესტის პირობა, როდესაც ლეიბორისტების ლიდერი გახდით. აი რა ეწერა იქ. საუბარია საერთო საკუთრებაზე, ხომ გახსოვთ ეს? საზოგადოებრივი სერვისები უნდა იყოს სახელმწიფოს ხელში და არ უნდა ემსახურებოდეს მოგების მიღებას. თქვენ კონკრეტულად ახსენეთ რკინიგზა, ფოსტა, ენერგეტიკა და წყალი. ანუ ჩვენ ვიცით, რომ დღესაც ეს არის ის რისი გაკეთებაც გსურთ, ხომ ასია? ბევრი რამ არის. მე გადავხედე საერთო საკუთრების პრინციპს ყველა იმ გეგმაში, რომელიც შევადგინეთ. ჩვენ გამოვიარეთ კოვიდი და როდესაც საერთო საკუთრებაში დაბრუნების ფასს შევხედეთ, მოგვიწია გადაწყვეტილების მიღება იმაზე, თუ რისი გაკეთებაა რეალისტური. ანუ ეს შეცდომა იყო? არა, მე ვგულისხმობ. მე არ მგონია, რომ ამას გააკეთებთ. ეს არ მოხდება, მაგრამ ჩვენ ხომ პანდემია გამოვიარეთ, რომელმაც სახელმწიფო ვალის მოცულობა სრულიად სხვა ნიშნულზე გადაიყვანა, ვიდრე მაშინ იყო, როდესაც მე ამ დაპირებას ვდებდი. მაგრამ ლიბერალური მეინსტრიმ მედია ამ ყველაფერს ტაშუკრავდა. მათთვის მოსაწყენი ცენტრისტი, კარგი ვარცხნილობითა და კოსტიუმით იყო ნორმალურობისა და ბიზნესის დაბრუნება. მედია კლასი თავისი ილუზიების ტყვეობაში ცხოვრობდა და ამართლებდა ყოველგვარ ბინძურ მეთოდს, რასაც სტარმერის გუნდი მემარცხენეების წინააღმდეგ იყენებდა. ისინი თვალს ხუჭავდნენ იმაზე, რომ სტარმერის მრჩეველი მორგან მაქვინი და მისი დაჯგუფება ლეიბორ თუგეზა ჭრილოვანი მილიონობით ფუნტის შემოწირულობებით სპობდა პროგრესულ აზრს. საქმე იქამდე მივიდა, რომ სტარმერის კაბინეტის წევრები, როგორიც ჯოშ საიმონსია, ამერიკულ კომპანიებს ფულს უხდიდნენ დამოუკიდებელი ჟურნალისტების სათვალთვალოდ, რათა ისინი კრემლის აგენტებად გამოეცხადებინათ. ტყუილითა და რეპრესიებით დაწყებული პარტიული მმართველობა ზუსტად ისევე გაგრძელდა ხელისუფლებაშიც. სტარმერმა პრემიერობა დაიწყო ღარიბი პენსიონერებისთვის ზამთრის სათბობი შეღავათების გაუქმებით და სოციალური ბიუჯეტის 5 მილიარდი ფუნტით შეკვეცით. საკუთარი მთავრობის კვლავაც კი ადასტურებდა, რომ ამ კაცრი ეკონომიის გამო მე-4 მილიონი ადამიანი, მათ შორის 10,000 ბავშვი სიღარიბეში აღმოჩნდებოდა. როცა მას კითხეს, როგორ გრძნობდა თავს, მან ცინიკურად უპასუხა: ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ უპასუხებს ხალხი ამ ცვლილებებსო. ხალხის მძლავრი პროტესტის გამო მას ამ რეფორმის უკან წაღება მოუწია. ბიუჯეტმა ფული ვერ დაზოგა, სტარმერმა კი ნდობაც დაკარგა და ავტორიტეტიც. კირ სტარმერი აბსოლუტურად მათყوارა, ორპირი ფიგურაა. მისი მორალური კრახი იმდენად მასშტაბური და თვალშისაცემია, რომ მას ვერანაირი ეკონომიკური კრიზისით, დაბალი პროდუქტიულობით, დაბალი მოთხოვნითა და იმ კერძო თუ სახელმწიფო ინვესტიციების სიმცირით ვერ გაამართლებთ, რომლებსაც, როგორც წესი, ჩვენი პოლიტიკოსების პოლიტიკურ სიკვდილს მიაწერენ ხოლმე. მისი ფიასკო განსაკუთრებულია. ეს არის პოლიტიკური აღსასრულის უცნაური და სპეციფიკური ფორმა. მან ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტი მოიპოვა დაპირებებით, რომლებიც გამარჯვებიდან სულ რაღაც 5 წამში სანაგვეზე მოისროლა. საკუთარი ქცევით სტარმერმა ლეიბორისტული პარტია აქცია იმ ოლიგარქიის იარაღად და მსახურად, რომლის შესაკავებლადაც ის წესით ხალხმა აირჩია. ის გახდა იმ თვალთმაქცობის სიმბოლო, რომელსაც თავადვე ებრძოდა წარსულში. სტარმერის მორალური და ლოგიკური მარცხის ჩამონათვალი უსასრულოა. ის გვპირდებოდა სულ სხვა ბრიტანეთს, თუმცა მისი ქმედებები იყო კონსერვატორების მსუბუქი ვერსიის პოლიტიკის მასტერკლასი. ჩემი მთავარი სათქმელი ისაა, რომ ეს არ ყოფილა ლიდერობა, ეს იყო თაღლითობა. ის არის კაცი ყოველგვარი მყარი რწმენის გარეშე. ის იყო პრემიერ-მინისტრი, რომელსაც არანაირი პატიოსნება არ შემოუთავაზებია ხალხისთვის. მხოლოდ ცვლილებების სასტიკი ილუზია. ყოველგვარი რეალური შანსის გარეშე, რომ ქვეყანაში რამე მართლაც შეცვლილიყო. ის მორალურად გამოფიტული და დაცემული აღმოჩნდა, რადგან ძალაუფლებისთვის შეგნებულად გაყიდა საკუთარი პრინციპები. ხოლო როცა ეს ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, საერთოდ ვერ მიხვდა რა ეკნა. ჩემი დასკვნა ასეთია. ისტორია მას აუცილებლად დასდებს მსჯავს. ჩემი მხივ კი ვიტყვი. ბედნიერი მგზავრობა. მისი წასვლა მხოლოდ შვებაა. ამას დაემატა უმძიმესი შიდა კორუფციული და მორალური კრახი, ეპშტეინის სკანდალი. პრემიერმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრიტანეთის ელჩად დანიშნა პიტერ მანდელსონი, კაცი, რომელიც სკანდალურად ცნობილი პედოფილისა და სექს ტრეფიკერის ჯეფრი ეპშტეინის ახლო მეგობარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მანდელსონმა უსაფრთხოების ოფიციალური შემოწმება ვერ გაიარა, სტარმერმა ის პოსტზე მაინც დატოვა.
როცა პოლიციამ გამოძიება დაიწყო, რომლის მიხედვითაც მანდელსონი ეპშტეინის სამთავრობო საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა, სტარმერის მთავარი მრჩეველი მაკუინი გადადგა. თავად პრემიერი კი იძულებული გახდა ტელევიზიით ხალხისთვის საჯარო ბოდიში მოეხადა ეპშტეინის მსხვერპლთა წინაშე. მე არ უნდა დამენიშნა პიტერ მანდელსონი. მე ვიღებ პასუხისგებლობას ამ გადაწყვეტილებაზე და კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს. და რა ხდება ახლა? სტარმერის გადადგომისთანავე გზა სრულად გაეხსნა ენდი ბერნემს, მანჩესტერის ყოფილ მერს. პარტიის მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელმა ვესტრიტინგმა კანდიდატურა მოხსნა და მხარი ბერნემს დაუჭირა, რაც კულუარული გარიგების შედეგია, სავარაუდოდ მომავალ მთავრობაში ფინანსთა მინისტრის, კანცლერის პოსტის სანაცვლოდ. პროცესი რეალური არჩევნების ნაცვლად უფრო მეტად ფორმალურ კორონაციას დაემსგავსა და ის ივლისის შუა რიცხვებისთვის ოფიციალურად დაიკავებს პოსტს. თუმცა ბერნემს უმძიმესი მემკვიდრეობა ხვდება, მთლიან დანგრეული საზოგადოებრივი ნდობის სახით. როგორც ჯერემი კორბინმა აღნიშნა, ბერნემის ეკონომიკური სტრატეგიაც ნეოლიბერალური ქამრების შემოჭერის შემოღებაა და საგარეო პოლიტიკაშიც ის არაფრის შეცვლას აპირებს. რა არის ენდი ბერნემის რეალური პოლიტიკური სახე? ჩრდილოეთის მეფემ მოიგო მეიქერფილდის შუალედური არჩევნები და ახლა გზა სრულად აქვს გახსნილი, რათა კირ სტარმერი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩაანაცვლოს. მაგრამ არის კი ლეიბორისტების ეს ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი ისეთი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს? როგორც გიდი მანჩესტერის მერი, ბერნემი ვესტმინსტერის გარეთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლეიბორისტულ ფიგურად იქცა. მისი პროფილი განსაკუთრებით გაიზარდა COVID პანდემიის დროს, როდესაც ის საჯაროდ დაუპირისპირდა ბორის ჯონსონის მთავრობას ჩრდილოეთ ინგლისისთვის ლოკდაუნის დაფინანსების საკითხზე, რამაც ხელი შეუწყო მისი როგორც ვესტმინსტერის წინააღმდეგ ჩრდილოეთის დამცველის იმიჯის განმტკიცებას. მერობის პერიოდში ის ხელმძღვანელობდა დიდი მანჩესტერის საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ არსებული B-ნეტვორკის ავტობუსებისა და ტრამვაის სისტემის დანერგვას და აფინანსებდა პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავდა უსახლკარობის შემცირებას. თუმცა ბერნემის ხელმძღვანელობით დიდ მანჩესტერში ქუჩაში მძინარე ადამიანების რაოდენობა ზედიზედ 4 წლის განმავლობაში იზრდებოდა. მაგრამ რისის ჯერა რეალურად ენდი ბერნემს? ბერნემი ამბობს, რომ მისი აზრით, გზა, რომელსაც ბრიტანეთის 60 წლის განმავლობაში ადგა, არასწორი იყო და მან მიგვიყვანა იმ წერტილამდე, სადაც ადამიანებს ელემენტარული საცხოვრებელი პირობების ფულიც კი არ აქვთ. ის გვიპირდება, რომ თუ სტარმერს ჩაანაცვლებს, გააუქმებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების პრივატიზაციას, დერეგულაციასა და ქამრების შემოჭერის პოლიტიკას. თუმცა მთავარი კითხვაა, საერთოდ შესაძლებელია ეს? მით უმეტეს, რომ ბერნემმა უკვე აიღო ვალდებულება, მხარი დაუჭიროს მთავრობის მკაცრ ფისკალურ წესებს. მისივე სიტყვებით, ჩვენ წარმოვადგენთ გეგმას, რომელიც ჩაჯდება ამ წესების ფარგლებში. არაფერი, რაც მე მithქვამს, არ გულისხმობს ობლიგაციების ბაზრების იგნორირებას. იმიგრაციის საკითხში ბერნემმა შეაქო შინაგან საქმეთა მინისტრი შაბანა მაჰმუდი დიდი პრობლემებისთვის თვალის გასწორებისთვის. გავრცელებული ინფორმაციით ის მხარს უჭერს მაჰმუდის დრაკონულ საიმიგრაციო რეფორმებს და პირობასდებს, რომ გააფართოებს საიმიგრაციო დაკავების ცენტრების გამოყენებას. მან საჯაროდ განაცხადა, მე რეალურად ვეთანხმები იმას, რაც მაიკლმა თქვა. ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება დაკავების ცენტრების უფრო ფართოდ გამოყენება. მან ასევე მკვეთრად შეიცვალა პოზიცია იმ შეზღუდვების გაუქმებაზე, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში ჩამოსულ ადამიანებს სოციალურ დახმარებებზე და მუნიციპალურ საცხოვრებლებზე ცდომას უზღუდავს, მანამ სენამ ისინი მუდმივი ბინადრობის სტატუსს არ მიიღებენ. არადა ეს შეზღუდვა უსახლკარობის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია. არის თუ არა იმიგრაციის საკითხში ეს მემარჯვენე შემოbrunება პასუხი პარტია რეფორმის თავდასხმებზე, რომელიც მას ღია საზღვრების ენძის უწოდებდა? საგარეო პოლიტიკაში ბერნემი უარს ამბობს გენოციდს გენოციდი უწოდოს. მართალია, ის ლეიბორისტების ხელმძღვანელობამდე მხარს უჭერდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნას, ემხრობოდა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას და აკრიტიკებდა ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიების ოკუპაციას, მაგრამ ორი სახელმწიფოს პრინციპის მხარდაჭერა ლამაზად ჟღერს მხოლოდ ფურცელზე. ეს ის პოზიციაა, რომელიც უამრავ პოლიტიკოსს უკავია, ვინც ამავდროულად აქტიურად აიარაღებს ისრაელის გენოციდს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერა მხოლოდ დიპლომატიური საფარია იმ მთავრობებისთვის, რომლებსაც არ სურთ ისრაელის წინააღმდეგ რეალური ზომების მიღება. ამ ტექსტის ჩაწერის მომენტისთვის მას ჯერ კიდევ არ უპასუხია ჯერემი კორბინის წერილზე, სადაც კორბინი ეკითხებოდა, დანიშნავდა თუ არა ის პრემიერ-მინისტრის ამპლუაში სრულ და დამოუკიდებელ საჯარო გამოძიებას ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციებში ბრიტანეთის როლის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბერნემი 2015 წელს შეუერთდა ორგანიზაციას ისრაელის ლეიბორისტი მეგობრები და იმავე წელს ლეიბორისტების ლიდერობის წარმოუმატებელ მცდელობისას განაცხადა, რომ მისი პირველი
ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტი სწორედ ისრაელში შედგებოდა. მან ასევე ბოროტული უწოდა ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ გლობალურ ბოიკოტის, დივესტირებისა და სანქციების კამპანიას. მისი მომხრეები მას წარმერთან შედარებით უფრო ახლობელ, ხალხურ და ელექტორალურად ეფექტურ ფიგურად მიიჩნევენ, რომელსაც შეუძლია იმ ამომრჩევლებთან დაკავშირება, რომლებსაც ლეიბორისტები მწვანეებისა და რეფორმის სასარგებლოდ კარგავენ. თუმცა კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ამ ანტისისტემური იმიჯის მიღმა იმალება გამოცდილი პოლიტიკური ოპერატორი, რომლის ლოიალობა, როგორც ისტორიულად ისე დღეს, მთლიანად ლეიბორისტების მემარჯვენე ფრთისა და ისრაელის ლეიბორისტი მეგობრებისკენაა მიმართული. ენდი ბერნემი ახლა ცდილობს ივაჭროს ნოსტალგიური იმიჯით. ჭრილოველი ბიჭი მუშათა კლასის მელოდიები, მაგრამ მისი წრეებიდან წამოსული განცხადებები სულ უპრინციპობას ასხივებს. ენდი ბერნემი მოდის, როგორც სისტემის ახალი სახე, მაგრამ ნეოლიბერალური ეკონომიკური ორთოდოქსია და ომის მანქანის მსახურება კვლავ ძალაში რჩება. სანამ პოლიტიკური ელიტები კოსტუმებსა და სკამებს ინაწილებენ, ღაზის სექტორიდან უმძიმესი ამბები მოდის. ისრაელის მორიგმა იერიშმა ალბურეიჯის ლტოლულთა ბანაკში 25 წლის ოპერატორი აჰმედ ვიშა იმსხვერპლა. აჰმედი ტელეკომპანია ალ-ჯაზირას 260-ზე მეტ მოკლულ ჟურნალისტს შორის უკანასკნელია. მისი ტრაგედია ორმაგად შემზარავია. სულ რაღაც 2 თვის წინ ისრაელმა მისი უფროსი ძმა მუჰამედიც მოკლა. ძმის მკვლელობის შემდეგ აჰმედი ობლად დარჩენილ ბავშვებზე ზრუნავდა. პარალელურად კი კამერით ხელში მსოფლიოს უჩვენებდა იმ საშინელებას, რაც მის გარშემო ხდებოდა. და როგორც ყოველთვის ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ისრაელის არმიამ ორივე ძმა ტერორისტად გამოაცხადა, რათა საკუთარი დანაშაული გადაეფარა. ეს უკანასკნელი დანაკარგი ღაზის ჟურნალისტურ საზოგადოებაში უკიდურესად მძიმე ასატანია. იცით, როგორც კი ის მოკლეს, მაშინვე დაურეკე აბდულ კადერ საბახს, მთავარ ჟურნალისტს, რომელთანაც ერთადაც მუშაობ დროპ საით ნიუსში, ღაზაში. მიუსამ მძიმრე და ვკითხე. გაქვს რაიმე კადრები ავიაიერიშის შემდგომი სიტუაციიდან. გაქვს ინტერვიუები ოჯახთან, რომ რეპორტაჟი მოვამზადოთ. თავად ღაზაში ცხოვრობს. ის დაუკავშირდა კოლეგებს ცენტრალურ ღაზაში, რათა გაერკვია შეძლებდა თუ არა რომელიმე მათგანი რეპორტაჟის გაკეთებას. და ალბათ ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო, როცა ის ჩემთან დაბრუნდა და მითხრა: "ვწუხვარ, ვერაფერს მოგაწუდი." იმიტომ რომ ყველანი ძალიან კარგად იცნობდნენ მას. ისინი იმდენად განადგურებულები და მწუხარებისგან თავზარდაცემულები არიან, რომ იმ მომენტში უბრალოდ ვერ შეძლეს მუშაობა და რეპორტაჟის მომზადება. და აი, როგორ უნდა ჩავწვდეთ მსგავსი მასშტაბის ხოცვა-ჟლეტის სიღრმეს? ან როგორ ეძლევა ისრაელს უფლება, კვლავაც ასე გააგრძელოს ეს ყველაფერი? ეს არ არის შემთხვევითი მსხვერპლი. ეს არის სიმართლის მიზანმიმართული სიკვდილით დასჯა. იმპერიალისტურ ომს სჭირდება, რომ კამერები გაითიშოს, სურათები გაქრეს და დამოუკიდებელი ხმა ჩაიხშოს, რათა მათ მიერ ჩადენილი აპოკალიფსური ხოცვა-ჟლეტა მსოფლიომ ვერ იხილოს. და ეს სისასტიკე უკვე გასცდა პალესტინის საზღვრებს. სამხრეთ ლიბანში ისრაელმა 60-ზე მეტი სოფელი მიწასთან გაასწორა, ზუსტად ისე როგორც ღაზაში. იქაც ცნობილი ლიბანელი ჟურნალისტი ამალ ხალილი და მისი კოლეგები ნანგრევებში სისხლისგან მანამ დაიცალნენ, სანამ ისრაელის სამხედროები სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მათთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. ეს არის აბსოლუტური დაუსჯელობის სინდრომი, რომელსაც ვაშინგტონი და ბრიუსელი მილიარდობით დოლარის იარაღითა და დიპლომატიური ფარით ყოველდღიურად კვებავენ. მაგრამ ყველაზე დიდი თვალთმაქცობა მაინც ისაა, რასაც დასავლური მედია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უწოდებს. სიმართლე კი ისაა, რომ ზავი მხოლოდ ფურცელზე არსებობს. რეალურად ისრაელმა ღაზა ნამდვილ საკონცენტრაციო ბანაკად აქცია. ეგრეთ წოდებული ყვითელი ხაზის მიღმა, რომელიც ღაზას ორ ნაწილად ყოფს, საოკუპაციო ძალებმა 38 სამხედრო ბაზა და 25 კილომეტრის სიგრძის გიგანტური მიწაყრილები ფაქტობრივად თიხის კედლები ააშენეს. ეს ბაზები ჰგავს აწეულ, მოდერნიზებულ კოლონიურ ციხესიმაგრეებს, საიდანაც ისრაელელი ჯარისკაცები და დისტანციური მართვის მტყვიარქვევები ცეცხლს უხსნიან ნებისმიერ პალესტინელს, ვინც ამ ზონას უახლოვდება. გენოციდამდე ღაზა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი იყო. დღეს კი 2 მილიონზე მეტი ადამიანი ტერიტორიის სულ რაღაც 40%-ია მიჭლეტილი. ქუჩები, სტადიონები და სკოლები კარვებითაა სავსე და ხალხს ფიზიკურად წასასვლელი არსად აქვს. საოკუპაციო ძალები ყოველდღიურად წევენ ამ ყვითელ ბეტონის ბლოკებს დასავლეთით, მოსახლეობის სახლებისკენ, რათა კიდევ უფრო მეტი მიწა მიიტაცონ. ისრაელის ავიაიერიშები ღაზის სექტორში კვლავ გრძელდება და კიდევ უფრო მეტ ოჯახს ანადგურებს. მრავალი პალესტინელისთვის მთელი სექტორის მასშტაბით მთავარ კითხვად რჩება, რატომ იხოცება ამდენი მთლიანი ოჯახი ცეცხლის შეწყვეტის ჩარჩო შეთანხმების მიუხედავად. ის ფაქტი, რომ ჩვენ ოჯახების განადგურების ასეთ კოლოსალურ რაოდენობას ვხედავთ, მხოლოდ ისრაელის არმიის სრულ მარცხზე მიუთითებს უზრუნველყოს მშვიდობიანი მოქალაქეების ადეკვატური დაცვა. თუმცა ისრაელის სამხედროები კვლავ თავის ერთადერთ ნარატივს ავრცელებენ. თითქოს მათი
მიზნე მხოლოდ მებრძოლები, სამხედრო ინფრასტრუქტურა ან ჰამასთან დაკავშირებული პირები არიან. ალ-ჯაზირას ოპერატორის აჰმედ აბუ შაარის შემთხვევაშიც კი ისრაელის არმიამ ყოველგვარი საფუძვლიანი მტკიცებულების გარეშე განაცხადა, რომ ის მოძრაობასთან ასოცირებული ჰამასის წევრი იყო. ეს პროცესი თვეები ასე გრძელდება. ისრაელის სამხედროების მიერ გაჟღერებული თითქმის ყოველი განცხადება და ბრალდება ყოველგვარ რეალურ მტკიცებულებას მოკლებულია. რაც შეეხება საფადის ოჯახს, გავრცელებული ინფორმაციით, ავიაიერიში საცხოვრებელ კორპუსს მოხდა, რამაც მრავალი ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე შეიწირა. აქამდე არსებულ არც ერთ საჯარო რეპორტაჟში არ გამოჩენილა თუნდაც ერთი კონკრეტული მიზეზი ან ახსნა განმარტება, თუ რატომ ესხმის ისრაელი თავს მთლიან ოჯახებს. ამავდროულად პალესტინელები მთელი სექტორის მასშტაბით ყურადღებით ადევნებენ თვალს კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებს. აქაური განწყობა უფრო მეტად აღიქმება როგორც ფრთხილი, ვიდრე ოპტიმისტური. თითქმის სამწლიანი ომის, დევნილობისა და მუდმივი ჩავარდნების შემდეგ პალესტინელებმა ისწავლეს, რომ მოლოდინები ზედმეტად არ გაზარდონ. მიუხედავად ამისა, იმედი მაინც არსებობს. ხალხი უკიდურესად გამოფიტულია. მათ სურთ ძალადობის ამ უწყვეტი ციკლისა და ყოველგვარი გენოციდური აქტის დასრულება, ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიღება და იმედი ამ შვიდი გადასვლა ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზაზე. იგივე ტაქტიკა მუშაობს ლიბანშიც. მიწის მიტაცება, გამაგრება და შემდეგ უკან დახევაზე უარის თქმა. საქმე იქამდე მივიდა, რომ დევნილი ლიბანელები საკუთარი ჯიბიდან აგროვებენ ფულს, რათა სატელიტური ფოტოები იყიდონ და კოსმოსიდან მაინც დაინახონ მათი სახლებიდან საერთოდ დარჩა თუ არა რაიმე. სანამ მეინსტრიმ მედიები გვიყვებიან ზავებზე, საერთაშორისო სამართალსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე, ომის მანქანა ანადგურებს ჟურნალისტებს და ცოცხლად მარხავს მთელ ხალხებს საკუთარ მიწაზე. ჩვენი ვალია არ გავჩუმდეთ, უყუროთ ამ კადრებს და ხმამაღლა ვთქვათ ის, რის დამალოსაც ასე თავგამოდებით ცდილობენ. ახლა კი გადავიდეთ ლათინურ ამერიკაში, კერძოდ კოლუმბიაში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ღიად მხარდაჭერილმა ულტრამემარჯვენე კანდიდატმა აბელარდო დე ლა ესპრიელამ საეჭვო გამარჯვება მოიპოვა მემარცხენე სენატორ ივან სეპედაზე. I appear before you tonight to announce the most important news of my life. მე დღეს თქვენ წინაშე წარვსდექი, რათა გამოვაცხადოთ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი. კოლუმბიელმა ხალხმა მარგუნა უზენაესი პატივი. ვემსახმრო მათ, როგორც კოლუმბიის რესპუბლიკის მომდევნო პრეზიდენტს. ხმების წინასწარი დათვლა, რომელიც ამ ღამით განხორციელდა, ჩვენ მიერ აღქმულია როგორც მონაცემები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ოფიციალური ან იურიდიული ძალის მქონე. ჩვენ ვიცით პირველადი შედეგი, თუმცა დაუყოვნებლივ უნდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი დამკვირვებლების ჯგუფი, 10,000-ობით იურისტი და ადვოკატი, იწყებს მთელი ქვეყნის მასშტაბით 23,000 საარჩევნო უბნის შედეგების გასაჩივრების პროცესს. როგორც კი ხმების ოფიციალური დათვლა დასრულდება, საბოლოო შედეგი დაიდება და შესაბამისი ვერიფიკაცია განხორციელდება, ჩვენ მხოლოდ მაშინ ვაღიარებთ იმ ოფიციალურ შედეგს, რომელიც ამ სტრუქტურისგან გამოვლინდება. არჩევნების შედეგების გამო ბოგოტასა და კალის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებიც ღიად აპროტესტებენ ამერიკულ უხეშ ჩარევას. კოლუმბიელი აქტივისტები, მათ შორის ცნობილი ექიმი მანუელ როზენტალი აღნიშნავენ, რომ ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებას განიცდის. ეს არჩევნები იყო ორი რადიკალურად განსხვავებული, შეურიგებელი პროექტის შეჯახება, რომელიც კოლუმბიის საზღვრებს სცილდება. ყურადღება მეგობრებო, ათასობით მომიტინგე გამოვიდა ბოგოტასა და კალის ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინათ კოლუმბიის ახალი პრეზიდენტის, ულტრამემარჯვენე კანდიდატის აბელარდო დე ლა ესპრიელას არჩევა. საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვადასხვა წერტილში, პოლიციასთან შეტაკებებში, წრემსადენი გაზის გამოყენებასა და ცეცხლმოკიდებულ ბარიკადებში გადაიზარდა. მეორე ტურის ძალზედ მჭიდრო და დაძაბული შედეგების შემდეგ დაგეგმილმა მობილიზაციამ ძირითადად თავი მოუყარა მემარცხენე ამორჩევლებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ მოქმედ პრეზიდენტს, გუსტავო პეტროსა და მის მოკავშირე კანდიდატს ივან სეპედას. ის რაც თავიდან მშვიდობიანი პროტესტი იყო, საბოლოოდ აქტივისტებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირებით დასრულდა. დე ლა ესპრიელას გამარჯვებამ კიდევ უფრო გააღრმავა პოლიტიკური პოლარიზაცია ქვეყანაში. მისმა ხისტმა და მკაცრმა წინადადებებმა, კრიმინალის წინააღმდეგ, რაც მოიცავს მეგაციხეების მშენებლობასა და ნავთობისა და გაზის მოპოვების გაფართოებას, პროგრესისტებს დიდი პროტესტი გამოიწვია. ესე წინააღმდეგება იმ ელემენტარულ უფლებებს, რომლებისთვისაც ჩვენ აქამდე ვიბრძოდით, აღნიშნა ერთ-ერთმა მომიტინგემ ბოგოტაში. ერთხარეს იდგა ივან სეპედა, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა, პრინციპული და ავტორიტეტული უფლებადამცველი, რომლის ოჯახმაც საკუთარ თავზე იწვნია იმპერიალიზმის სისასტიკე.
მისი მამა 1994 წელს სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ზურგამაგრებულმა მემარჯვენე გასამხედროებულმა ჯგუფმა, ეგრეთ წოდებულმა სიკვდილის ესკადრონებმა მოკლეს. სეპედა აგრძელებდა მოქმედი პროგრესული პრეზიდენტის გუსტავო პეტროს კურსს, სოციალურ რეფორმებს, ადამიანის უფლებების დაცვას, ეკოლოგიურ სამართლიანობას და რაც მთავარია სამშვიდობო მოლაპარაკებებს ქვეყნის შიგნით არსებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან, რათა კოლუმბიაში 10 წლეულების განმავლობაში მიმდინარე სისხლისღვრა დასრულებულიყო. მეორე მხარეს კი მივიღეთ აბელარდო დე ლა ესპრიელა, რომელმაც საკუთარ თავს ვეფხვი არქვა. ის არის მილიონერი იურისტი მაიამიდან, რომელიც პოლიტიკაში გარედან მოვიდა, როგორც ვითომ აუთსაიდერი. მას აქვს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა, ღიად აცხადებს ერთგულებას რესპუბლიკური პარტიის მიმართ და მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და კონგრესმენ ბერნი მორენოსთან. მთელი კამპანიის განმავლობაში კოლუმბიელი კონსტიტუციონალისტები დაობდნენ საერთოდ ჰქონდა თუ არა უფლება პრეზიდენტობაზე კაცს, რომლის პირველადი ლოიალობაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისკენაა მიმართული. De la Espriella clearly represents a criminal approach to დელა ესპრიელა აშკარად წარმოადგენს კრიმინალურ მიდგომას, ტყუილს, პროპაგანდას, კავშირსა და შერწყმას ნარკოტრაფიკთან, უფლებების შეზღუდმასა და ფულის გათეთრებას. ჩვენ ველოდებით სამხედრო ოპერაციებსა და ASS-ის ინტერვენციას ქვეყნის შიგნით. ველოდებით ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებსა და მილიტარიზაციას. და ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი რესურსების მოპარვისთვის, აგრეთვე ნარკობიზნესის ASS-ის მთავრობასთან, ამერიკულ ინტერესებსა და გლობალურ მაფიასთან დასაკავშირებლად. drug trafficking to the US government, US interests and global mafia. დე ლა ესპრიელამ თავისი მილიონები დააგროვა ნარკოტრაფიკების, სიკვდილის ესკადრონების ლიდერებისა და ვენესუელას მადუროს მთავრობის კორუმპირებული ფიგურების, მათ შორის სკანდალურად ცნობილი ალექს სააბის სასამართლოებში დაცვით. მის წინააღმდეგ კოლუმბიაში უამრავი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ფულის გათეთრებისა და მაფიასთან შერწყმის გამო, თუმცა დონალდ ტრამპმა მას ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. გამარჯვებისთანავე კი სოციალურ ქსელში დაწერა, მან დიდებულად გაიმარჯვა. ის კოლუმბიის პრეზიდენტია, მას ელ ტიგრეს ვეთხს ეძახიან. მე მას მხარი დაუჭირე. ის მე-10 ადგილზე იყო, მხარი დაუჭირე და არჩევნები მოიგო. ეს უბრალოდ პატივია. ის უბრალოდ კარგი კაცია. ცოტა ხანს უყურებდი, როგორ გამოდიოდა სიტყვით და ის ყოველთვის საუბრობს. იცით, როცა ადამიანებს უყვარ ვარ, მეც მიყვარს ისინი. ეს ძალიან მარტივია. ეს ძალიან მარტივი ფორმულაა და ის მომეწონა. მან მართლაც კარგი რამეები თქვა ჩემზე და იმ სამუშაოზე, რაც ჩვენ შეერთებულ შტატებში გავწიეთ. და ეს ძალიან ძლიერი იყო. მან მოიგო არჩევნები კოლუმბიაში, რამაც არ ვიცი, ზოგიერთი ადამიანი გააკვირვა, რადგან ის რეიტინგში ცოტა ქვემოთ იყო, მაგრამ წუხელ ათვილად გაიმარჯვა. მან დიდი უპირატესობით მოიგო. საღამოს რის ნახევარზე დამირეკა. უბრალოდ დიდი მადლობის სათქმელად და მეუცხარი, დიდებული კამპანია ჩაატარე მეთქი. მან თქვა, ელ ტიგრე რა, ხომ ასეა? და რას პროგნოზირებთ კოლუმბიასთან ურთიერთობაში? ბევრად უკეთესი იქნება. უკეთესი იქნება. ის დიდებული პრეზიდენტი იქნება. დე ლა ესპრიელას კამპანია იდგა შიშზე პროპაგანდასა და მემარცხენეების სრული განადგურების ცინიკურ მუქარაზე. მართალი არჩევნების ღამეს ტონი შეარბილა და განაცხადა, რომ ყველა კოლუმბიელის პრეზიდენტი იქნება და რეპრესიები არ მოხდება, მაგრამ მისი რეალური გეგმები ცნობილია. ის გვპირდება მეგაციხეების აშენება, სამშვიდობო პროცესის სრულ ჩაშლას, ელ სალვადორის ავტორიტარული პრეზიდენტის, ნაიბ ბუკელეს სტილში ტერიტორიების ბომბვას და ხავიერ მილეის მსგავს ეკონომიკურ ექსპერიმენტებს. ის არის კაპიტალისტური მაფიის წარმომადგენელი, რომლის მიზანიცაა ქვეყნის სრული მილიტარიზაცია და ადგილობრივი რესურსების ექსტრაქცია ჩრდილოეთის კორპორაციებისთვის, ნარკობიზნესთან ბრძოლის ყალბი მითოლოგიით. ის არის კაპიტალისტური მაფიის წარმომადგენელი, რომლის მიზანიცაა ქვეყნის სრული მილიტარიზაცია და ადგილობრივი რესურსების ექსტრაქცია ჩრდილოეთის კორპორაციებისთვის, ნარკობიზნესთან ბრძოლის ყალბი მითოლოგიით, რასაც რეალურად მონროს დოქტრინის აღდგენა ჰქვია. და თუ იმეს გონია, რომ ეს რეპრესიული აპარატი მხოლოდ კოლუმბიის საზღვრებში იმუშაობს, შეხედეთ ბეტო კორალის საქმეს, რომელიც დასავლური მართლმსაჯულების სრულ პობას აშიშვლებს. ბეტო კორალი არის კოლუმბიელი ბლოგერი და აქტივისტი, რომელიც წლებია ფენიქსში, ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. მან ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიიდან, როგორც დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა, ინტერნეტში გამოაქვეყნა ფაქტები და მტკიცებულებები დე ლა ესპრიელას კრიმინალურ წარსულზე. მას არ დაურღვევია ამერიკის შეერთებული შტატების არც ერთი კანონი, უბრალოდ თქვა სიმართლე. რეაქცია იყო მყისიერი და შემზარავი. ჯერ დე ლა ესპრიელამ დაპატიმრებამდე 9 საათით ადრე საჯაროდ დაანონსა, რომ კორალს რაღაც მოუვიდოდა. შემდეგ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გამოსცა საგანგებო მემორანდუმი, სადაც კორალის მიერ კრიმინალის მხილებას ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკურ ინტერესებში ჩარევა უწოდა. ამ მემორანდუმის საფუძველზე საიმიგრაციო სამსახურის
ISIS-ის ოთხმა შეიარაღებულმა აგენტმა ბეტო კორალი დააპატიმრა. იმისთვის, რომ მას იურიდიულ დაცვაზე ხელი არ მიუწვდებოდეს, სისტემა მას ფედერალური ციხეების ქსელში მიზანმიმართულად მალავს. ჯერ ფენიქსის ციხეში ჩასვეს, შემდეგ ელ-პასოში გადაიყვანეს, იქიდან მინესოტაში, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით ერთი შტატის ადვოკატს მეორე შტატის სასამართლოში მოქმედების უფლება არ აქვს. კორალს ფაქტობრივად კვალს ურევენ, ხოლო რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბერნი მორენომ საჯაროდ მისწერა კორალს ტვიტერში. შენ არ გაქვს უფლება ამერიკის შეერთებული შტატების პლატფორმებიდან გააკრიტიკო ამერიკის მეგობარი და ამისთვის საფასურს გადაიხდი. აი ეს არის ეგრეთ წოდებული ლიბერალური სიტყვის თავისუფლების ფასი, როცა სიმართლეს ამბობ. სისტემა გიცხადებს, რომ შენ დეზინფორმატორი ხარ, ხოლო ნამდვილი კრიმინალი, რომელიც ფულს რეცხავს და სიკვდილის ესკადრონებს აფინანსებს, ამერიკის შეერთებული შტატების დაცვის ქვეშ პრეზიდენტი ხდება. En Estados Unidos, el creador de contenido Beto ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფენიქსში დააკავეს ბლოგერი ბეტო კორალი და დღეს მან აუდიო ჩანაწერში განაცხადა, რომ მას აწამებენ, ციუწყალში ძირავდნენ და სცემდნენ, რათა ხელი მოეწერა ნებაყოფლობით დეპორტაციაზე, რაც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის დარღვევაა. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ის არ არის აშშ-ის მოქალაქე. კონსტიტუცია მაინც ირღვევა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს, უკვე დაიწყო ის სისხლისღვრა, რომელზეც დელა ესპრიელა საუბრობდა. დაიწყო მისი შურის ძიება მემარცხენეების წინააღმდეგ. კოლუმბიაში ძალადობა კვლავ ბრუნდება. გამაგრდი ბეტო კორალ, ჩვენ მუხლებზე არ დავიჩოქებთ და ისინი ვერ გაიმარჯვებენ. დასავლური მეინსტრიმ მედია ცდილობს ეს ყველაფერი გუსტავო პეტროს მემარცხენე მთავრობის რეფერენდუმის მარცხად გაასაღოს, მაგრამ ეს მორიგიტყუილია. პეტრო ტოვებს პოსტს ისეთი მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერით, როგორიც კოლუმბიის ისტორიაში არც ერთ პრეზიდენტს არ ქონია. ივან სეპედამ პეტროს მემკვიდრემ მილიონობით ხმა მიიღო. ეს არის უპრეცედენტო წარმოუდგენელი ციფრი კოლუმბიისთვის, მილიონით მეტი ვიდრე თავად პეტრომ მიიღო თავის დროზე გაპრეზიდენტებისას. კოლუმბიის შემთხვევა გვაჩვენებს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას. ეს არ არის უბრალო საარჩევნო პერიპეტიები. ეს არის გლობალური კლასობრივი ომი, სადაც ერთ მხარეს დგას კორპორაციული მილიარდები, საინფორმაციო манипуляция, შიში, იარაღი, მკაცრი რეჟიმის ციხეები და იმპერიალიზმი, ხოლო მეორე მხარეს ადამიანის ღირსება, სოლიდარობა და სიმართლე. და როგორც კოლუმბიელი ხალხი გვიჩვენებს, ეს ბრძოლა საარჩევნო ყუთებთან არც იწყება და არც სრულდება. რეალური წინააღმდეგობა სისტემის მიღმა, ის ქუჩებშია, ადგილობრივ თემებშია და ჩვენს საერთო მობილიზაციაშია იმპერიალისტური სიცრუის წინააღმდეგ. თუ კი კოლუმბია პოლიტიკურმა სტიქიამ შეძრა, მის მეზობელს ვენესუელას ბუნებრივი კატაკლიზმა მიწისძვრა დაატყდა თავს. ოთხშაბათს საღამოს ერთმანეთის მიყოლებით ერთ წუთზე ნაკლებ დროში ქვეყანაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის დამანგრეველი ბიძგები დაფიქსირდა. კატასტროფა ზუსტად ეროვნულ დღესასწაულზე მოხდა, როდესაც ოჯახების უმეტესობა სახლში იყო. ამ წუთისთვის დაღუპულთა ოფიციალური რაოდენობა ასობით არის, თუმცა ათასობით დაკარგულისა და დაშავებულის ფონზე სეისმოლოგები ამბობენ, რომ რეალური მსხვერპლი შესაძლოა 10,000-ობით ადამიანამდე ან სულაც 100,000-მდე გაიზარდოს. ეპიცენტრი ლა-გუაირას შტატი და დედაქალაქი კარაკასი ნანგრევებადაა ქცეული, სადაც ადამიანები საკუთარ შვილებსა და მეუღლეებს ბეტონის ფილების ქვეშ ეძებენ. სცენა ნამდვილად საშინელებათა ფილმს გავს. მაგრამ აი სწორედ ამ საზარელ სტიქიურ უბედურებაშიც კი ყველაზე მკაფიოდ გამოსჭვის იმპერიალიზმისა და შიდა კრიმინალური რეჟიმის მთელი სიდამპლე. როდესაც გადარჩენილები ყვებიან, რომ მაშველები ნანგრევებს შიშველი ხელებითა და ფრჩხილებით ხდიდნენ, რადგან ელემენტარული ბურღი ან სატეხი აპარატიც კი არ გააჩნდათ. ასეთ დროს ჩვენ წინა შეიშლება პერიფერიული კაპიტალიზმის უმთავრესი კანონზომიერება, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ ღარიბ წერტილში ამოუცნობთ. ეს არის ორმაგი დანაშაული. ერთი მხრივ გარე იმპერიალისტი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ითვისებს ქვეყნის რესურსებს, 10-წლიანი ეკონომიკური ბლოკადითა და სანქციებით მიზანმიმართულად აწარმოებს ეკონომიკურ თუ სოციალურ ჩამორჩენილობას. და მეორე მხრივ შიდა კომპრადორული ელიტა, რომელიც ამ გაჩანაგების ფონზეც კი თავად სუქდებოდა, საზოგადოებრივ სიკეთეს იპარავდა და საკუთარ მოსახლეობას უმწვეოდ ტოვებდა. სანამ დედაქალაქი კარაკასი ილუზორულ ელიტარულ ბუშში ცხოვრობდა, სადაც რესურსები კიდევ მოიპოვებოდა, გარე პროვინციები, მაგალითად ბოლივარის შტატი სრულიად მიტოვებული აღმოჩნდა. იქ ახლა ინტერნეტიც კი გათიშულია, ინფორმაცია სამხედრო წესით კონტროლდება და ჩვენ არც კი ვიცით კიდევ რამდენი 1000 ადამიანი იხოცება მივიწყებულ პერიფერიებში. ეს არის სისტემური კანონზომიერება, რომელიც ახლა მთელს კონტინენტს მემარჯვენე პოპულისტური რეაქციის ტალღით გადაუვლის. კოლუმბიაში ულტრამემარჯვენე დელა ესპრიელას მოსვლით და პერუში ფუჯიმორის კლანის გაძლიერებით.
თუმცა ამ ორმხრივი პარაზიტიზმისა და ელიტების თამაშის საპასუხოდ მაინც ირთვება ის ძალა, რომლითაც როგორც გარე იმპერიალისტებს, ისე შიდა მმართველებს ყველაზე მეტად ეშინიათ. ქვეყანაში იღვიძებს ნამდვილი სახალხო კომუნალური თვითორგანიზება. სანამ კორუმპირებული უწყებები რესურსების დეფიციტს ებრძვიან, კომუნები, სტუდენტები და ბაიკერების გიგანტური სახალხო კოლონები თავად უიაგროვებენ წამლებს, საკვებს, თბილსაბნებს და საკუთარი ძალებით მიდიან კატასტროფის ზონაში ადამიანების გადასარჩენად. რითაც ამტკიცებენ, რომ სისტემურ გაგუდვასა და შიდა ღალატს ხალხი მხოლოდ ორგანიზებული კომუნალური სოლიდარობით პასუხობს. დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობა რომ გვიყურებთ, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, დატოვეთ კომენტარი, შევხვდებით შემდეგ კვირას. დროებით.